ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ქიტიაშვილი დაიკითხა. როგორც გამომძიებელმა განაცხადა, შესასწრას პრესს სამსახურიდან უწყების ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა შეისწავლა და ოქმი შეადგინა. მისი განმარტებით ვიდეოებში 3 ბრალდებული დააიდენტიფიცირა: ბგერაშვილი, თეთრაშვილი და მირცხულავა. მოწმის თქმით, კადრებში ჩანს, რომ ისინი ფეიერვერკებს და ბლაგვს აგნებს პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ. ადვოკატები მოწმისგან ითხოვდნენ კადრებში ეჩვენებინა პოლიციელები, რომლისკენაც ბრალდებულების საგნებს ისროდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ კადრებში პოლიციელები არ ჩანან. ადვოკატებმა პროკურორი მოწმისთვის პასუხების კარნახში, სასამართლო კი პროკურატურისადმი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს. დღესვე კრიმინალური პოლიციის კიდევ 3 თანამშრომელი და მერიის სამსახურის თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც მუნიციპალიტეტის ზიანზე ისაუბრა რუსთაველზე ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას, თუმცა თქვა, რომ არ იცის ვინ დააზიანა ინფრასტრუქტურა. მოწმე გამომძიებლების ჩვენებებით ვიდეოები მათაც დაათვალიერეს და ამოიცნეს ბრალდებულთაგან ნაწილი, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძე. თუმცა ბრალდებულთა დაიდენტიფიცირების მიზნით ვიდეოებზე ექსპერტიზებია დანიშნული. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი დახურა. სასამართლო პროცესი 13 ივნისს განახლდება. ერთ ტელეფონზე რა კიდე მე ვარ ადრეში. ბატონო სამართლე, მოწმე სარგებლობდა ტელეფონი დადოს იქ, ისე სარგებლობს. შლის მინაწერებს ეხლა სავარაუდო და დაანებეთ ტელეფონს თავი ბატონო დავით ტელეფონში. დროს კარგად. ბოლო გაფრთხილებას ვაცხადებ აი ამ შემთხვევაში. დაცვის ხარისგან იქნება თუ დარბაზიდან იქნება რაიმე კომენტარი გაკეთებული და ხელი შემეშლება მოსმენაზე, სასამართლო იცოდეთ, რომ ავტომატურად ხურავს სასამართლოს დომის დარბაზს. ტელეფონთან დაკავშირებით ძალიან ხელოვნურად არის რაღაც ხმაური გატახილი. აი ამ წუთას მე რო ვაკეთებ კომენტარს, ბატონი ირაკიც იყურება ტელეფონში. ანუ ეს ბუნებრივია თქვენ მოგესწრებათ და ეხლა ამის გამო რაღაც ხელოვნური რაღაც ხმაურის ატეხვა ეს თავარია. ონისე ერთი წუთი ონისე გაფრთხილება მოგეცით, ფაქტია რომ სასამართლოს არ ემორჩილებით და იძულებული ხდები სტომა დაგატოვებით. არის მოსული სასამართლოზე, უნდა გადაწყვიტოს ადამიანების ბედი. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ფაქტორი არის, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს და რა მიზეზი და მიზანი შეიძლება არსებობდეს იმის, რომ რამდენიმე საათიან მნიშვნელოვან პროცესში მოწმე იყურებოდეს ტელეფონში კითხვის დასმის პროცესში. აი დავით საათი ნახე, წამი ნახე, წუთი ნახე. მირეკავდა ხელმძღვანელი, რომელსაც გავუთიშე ტელეფონი. გნებავთ პატივისცემაში ჩამითვალეთ თქვენი, გნებავთ, არ ვიცი, SMS-იც კი არ მიმიწერია, თუმცა სხვა შემთხვევაში მივწერდი. სასამართლომ ამაზე რეაგირება მოახდინებს. გავ შემთხვევაში ადგილი თუ ექნება, აუცილებლად მოხდეს ამის შემდეგაც, მათ შორის სასამართლო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი მოწმე, რომელიც ამის შემდეგ სასამართლოს დომის დარბაზში შემოვა, მანდატური სამსახურის მიერ გაფრთხილებული იქნას, რომ ტელეფონს გაუთიშოს ხმა. მე შემიძლია ვილაპარაკო ფაქტით, როდესაც ბატონი ვაჟა და ბატონი დავითი სინქრონში დღეს ალბათ ერთი 5-ჯერ, 6-ჯერ სინქრონში აიღეს ტელეფონი და მე რანაირად უნდა დამრჩეს ობიექტურობის მესმის ანდრო თქვენასაც სირათმაზლევთ რაღაც ელემენტარულებზე შენიშვნას გასაგებია გაძევებას არ არის პრობლემა შეიძლება 5 წელი მომიწიოს სულიად უსამართლოს ციხეში ყოფნა და ხა აქედან თუ გამაძევებენ დიდი არაფერი მე მგონი მართალი ვარ ამაში რომ საზოგადოების მაღალი ინტერესი იქნება ორ შემთხვევაში საქმეზე როცა ყავს განსაკუთრებით ძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანების საბრალდებო სკამზე ან როცა ყავს უდანაშაულო ადამიანები ახლა თქვენ თვითონ გამოირკვიეთ ჩვენი ბიოგრაფია ანუ ბოლო პერიოდში ხშირად მიფიქრია რომ გონი ჯობს მოგვისაჯონ თქო მინაიდან ეს ხალხში ისევ გააღვივებდა პროტესტს და ხალხს გარეთ გამოიყვანდა. უკვე განუკითხაობა ხდება უკვე ქვეყანაში იმისთვის რომ რაღაცა სახელი დავარქვათ შეიძლება ციხეში დაგვიჭირო მაგალითად 19-20 წლის სტუდენტ გოგოებს იჭერენ ამის გამო ციხეში და ერთი თხოვნა მაქვს რომ რაღაცას თუ მომისჩით იმაზე 12 დღე დამიმატოთ რადგან ძის რუსეთის დამპალი იმპერია